დაპირებისამებრ, გთავაზობთ ინფორმაციას ხშირ და გავრცელებულ დაავადებებზე და მათ სიმპტომებზე. უყურეთ ვიდეო ახსნას, მიიღეთ მეტი ინფორმაცია და თუ ნახავთ, რომ თქვენს გაქვთ მსგავსი სიმპტომები, მოიწერეთ კომენტარები და დასვით კითხვები. H1N1, ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი. H1N1 ფართოდ ცნობილი როგორც ღორის გრიპი, არის ატიპის გრიპის ვირუსის ერთ-ერთი ქვესახეობა. მან მსოფლიო ყურადღება 2009 წელს პანდემიის გამოწვევის შემდეგ მიიპყრო. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ის სეზონური გრიპის ვირუსების რიცხვს მიეკუთვნება, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მის შესახებ დეტალური ინფორმაცია. H1N1 ვირუსი, ისევე როგორც სხვა გრიპის ვირუსები, ძირითადად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე საჰაერო წვეთოვანი გზით. ხველა და ცემინება, ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და შესაძლოა მოხვდეს ახლომდებარე ადამიანების სასუნთქ გზებში. დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხება, ვირუსი შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში სიცოცხლისუნარიანი დარჩეს ზედაპირებზე, მაგალითად კარის სახელურები, მაგიდები. თუ ადამიანი შეეხება ასეთ ზედაპირს და შემდეგ შეეხება თვალებს, ცხვირს ან პირს, შესაძლოა დაინფიცირდეს. პირდაპირი კონტაქტი, იშვიათ შემთხვევებში ვირუსი შეიძლება გადაეცეს ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, მაგალითად კოცნა. H1N1 გრიპის სიმპტომები, ძირითადად მსგავსია სხვა სეზონური გრიპის სიმპტომებისა. ცხელება, ხშირად მაღალი, 38 ქ-ზე ზემოთ. ხველა, ჩვეულებრივ მშრალი. ყელის ტკივილი. სურდუ ან ცხვირის გაჭედვა. კუნთების ტკივილი. თავის ტკივილი. დაღლილობა და სისუსტე. შემცივნება. ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, შეიძლება აღინიშნოს გულისრევა და ღებინება. დიარეა. მნიშვნელოვანია, მძიმე შემთხვევებში H1N1 გრიპმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, როგორიცაა პნევმონია, ფილტვების ანთება, სუნთქვის უკმარისობა და არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავება. H1N1 გრიპის მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში სიმპტომურია და მიზნად ისახავს პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქებას. სიმპტომური მკურნალობა. სითხეების მიღება, მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, წყალი, ჩაი, კომპოტი, დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. დასვენება, აუცილებელია წოლითი რეჟიმის დაცვა ორგანიზმის აღდგენისთვის. ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევის საშუალებები, პარაცეტამოლი ან იბუპროფენი, ბავშვებისთვის შესაბამისი დოზირებით, შეიძლება გამოყენებულ იქნას ტემპერატურის დასაწევად და ტკივილის შესამსუბუქებლად. ასპირინი არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის რეიეს სინდრომის განვითარების რისკის გამო. ანტივირუსული მკურნალობა. ზოგიერთ შემთხვევაში განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში ორსულები, მცირეწლოვანი ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, 65 წელს გადაცილებულები, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტივირუსული პრეპარატები. H1N1 სამკურნალოდ გამოიყენება შემდეგი ანტივირუსული მედიკამენტები. ოსელტამივირი, ტამიფლუ ხელმისაწვდომია კაფსულების და სუსპენზიის სახით. ზანამივირი, რელენზა, ინჰალაციის ფორმით. პერამივირი, რაპივაბი, ინტრავენური ფორმით, გამოიყენება მხოლოდ საავადმყოფოს პირობებში. ბალოქსავირ მარბოქსილი, ხელმისაწვდომია ტაბლეტების ფორმით, მიიღება ერთჯერადად. ანტივირუსული პრეპარატები ყველაზე ეფექტურია, თუ მკურნალობა დაწყებულია სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. რჩევები H1N1 გრიპის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ვაქცინაცია, ყოველწლიური გრიპის ვაქცინა საუკეთესო საშუალება H1N1 გრიპისგან თავის დასაცავად. ვაქცინა, როგორც წესი, შეიცავს H1N1 შტამს და იცავს ორგანიზმს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისგან. ხელების ხშირი დაბანა, დაიბანეთ ხელების საპნის და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ადგილების მონახულების შემდეგ, დახველების ან დაცემინების შემდეგ. ხელის ანტისეპტიკების გამოყენება, თუ საპონი და წყალი ხელმისაწვდომი არ არის, გამოიყენეთ ალკოჰოლზე დაფუძნებული ხელის ანტისეპტიკები, მინიმუმ 60 ალკოჰოლის შემცველობით. მოერიდეთ ახლო კონტაქტს დაავადებულ ადამიანებთან, შეეცადეთ შეინარჩუნოთ დისტანცია იმ ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ გრიპის სიმპტომები. არ შეეხოთ თვალებს, ცხვირს და პირს, ამ გზით თქვენ ამცირებთ ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შანსს. დაიცავით რესპირატორული ეტიკეტი, ხველისა და ცემინების დროს აიფარეთ პირზე და ცხვირზე ერთჯერადი ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ხელსახოცი დაუყოვნებლივ გადააგდეთ. გაანიავეთ ოთახი, რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, სადაც იმყოფებით. გააძლიერეთ იმუნური სისტემა, იკვებეთ ჯანსაღად, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით ცილი და რეგულარულად ივარჯიშეთ.
თუ თავს შეუძლოთ გრძნობთ დარჩით სახლში, ეს ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას. მნიშვნელოვანია, თუ გაქვთ H1N1 გრიპის სიმპტომები, განსაკუთრებით თუ მიეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დასვით თქვენი კითხვები ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებში. ასევე მოგწერეთ კომენტარებში, რომელ დაავადების შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი სხვადასხვა გავრცელებულ დაავადებაზე და მათი მკურნალობის შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას.